time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. Oh, მიდრომის რა. რომელზე დაიწინე გუში? მე ისე გავითიშე რომ ვერ გავიგე. ნაუ, რა ვიგვიანზა. რაღაც კინოს უყურებდი. გაიღვიძა ელენა? გაიღვიძა. ისაუზმა და სკოლაშია უკვე. გული გამიშკება. ესერემ დაიყვანა? ხო, მე ნუნუ შეულიო. როგორ იყო დილით? კარგად. რა ვიცი, ეთყობა ვერ გაიარა ჯერ ეს აკლიმატიზაცია რა. მარიამ რაღაც უნდა გითხრაო. არ მეჩვენა რა. რა მოხდა? ეთერის მესიჯი წავეკითხე გუშინ შემთხვევით. ვინ მეყავს? რა ვინ მეყავს? ნოტარიუსის მესიჯი. ანდერძე იყო ლაპარაკი და რაღაც $80,000-ზე. რიგავიქენ, ამ ხელიდან აზობით არის ჩამოსული. ალბათ ხვისია. და რა ვიცი, მე ხომ მეტყოდა არა? არ ვიცი. რა მეკითხა. თან არ ამგონია რომ ამდენი ფული მოეგროვებინა. კაი, წავედი. მოიცა და მე ერთი კოცნა მაინც არ მეკუთვნის ამ დილის ნიუსებისთვის. ვაიმე, მე მგონი კარიერა შემიკეტავს, კი აღარ მახსოვს. არც უნდა გახსოვდეს, მე დავუკეთე. ხო, მე კიდე კარი. მამის მინე. აიო. მოდი რა, ესეთ რამებზე მოდარტო, კარგი? და საერთოდ შენ არაფერზე არ იფიქრე. კაი. აბინდა. ეცი როგორ მიყავს ხო. კაი, გეყოფა გიორგი უნდა წავიდე რა. და ციცილები და ღიმილები მერე იყოს, კაი? ხადე ძალშია? ზუსტად რომელს გულისხმობ? ბახშამს გიორგი. ახალი რესტორანი გაიხსნაო და წაგიყვანო. კაი. მომის მინე. არა, საბავშვო და შეხვედრა დავგეგმე. ალბათ ერთ ხო, მაგრამ კბირდები რომ ძალიან მალე წავალთ. კაი. მაშინ მე წავალ და აუზის და სპასტრის მოვიწყობ. მივოდ. ანა. მართლა არ მიბრაზდები? არა. მიდი არ დაგაგვიანდეს. წარმატებულ დღეს გისურვებ. ერთიც და ეგარი. ოჯახშენ კაი ჯანზე ყოფილ ხარ.
ეს კი შემოვიტანეთ, მაგრამ თავარი ეხლა იწყება. მაგიტომაი რომ უფროსი შენ ხარ და მე მუშა. ხომ გაგიგია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები უფროსის გასაკეთებელიაო. არ გამიგია, მაგრამ ალბათ ეგრე იქნება. ეგრეა. რა გჭირს? შენი ხელოსნის ნომერი მომეცია რაღაცა. ზოხელ გაფუჭდა ტელეფონი. ან გააკეთებს ამ ბოლო-ბოლო ნაწილება ჩაიბარებს. და მე მაგიტო იწვალე აქ მოსვლაზე, ვერ მოგწერდი? და გამიფუჭდა მეთქი და როგორ მომწერდი. მაგრამ რაღაცას იძახდა. ხელო სადაც გავდივარო თუ ქალაქ გარეთ მივდივარო თუ რაღაც, მოკლედ არა აქ რა და. აი, სხვისას გაგირკვევ რა, ხელოსნების მეტი რა არის. მე кайფები? რატო გეკაიფები? მოდი მე გავა. არა, იყავი შენც. რა გინდა? ხო, რა მითხარი, იცი? მე და შენ ერთმანეთს როდიდან უმალავთ რაღაცებს. საიდან მოიტანე? ნუ მატყუე, ბიჭო! ნუ მატყუე! ბიჭო, იცი რომ ჩემი ძმა ხარ. ფული თუ გჭირდებოდა, რატო არ მითხარი? ამოვიღებდი და მოგცემდიტო. ბიჭო, არ გატყუებ ჯერ, უბრალოდ არ გითხარი რა. ჩემი თვალით ვნახე როგორ გაყიდე ტელეფონი. მე მითხარი რომ გამიფუჭდაო. ეხლა დგახარ აქ და რაღაცებს მატყუებტო. მომისმინე რა. ვაღიარებ რომ ვითამაშე, მაგრამ რა მაგრამ ბიჭო, იმ ყოველფრის მერე რაც შენთვის გავაკეთი, ადეკი და ისევ თამაშობ და ისევ იმ ცხნერში მიხვედი. რაღაცნაირად ყველაფერი ერთმანეთს დაალაგდა. ესე მიყვარა იქ მარიამის ეს ამბავი ბავშვი. მე მოსულიყავი ჩემთან და გეთხოვა ფული თუ გჭირდებოდა, ამოვიღებდი და მოგცემდი, მაგრამ არა, ისევ იმ ცხნერში მიხვედი. არცად არ მივედი ბიჭო რა. აღარ ვთამაშობ მეთქი რა, გითხარი ვალებით გასტუმრებულმა ყველა პრობლემა დაალაგებდა, აღარ ვთამაშობ. ეგ პირობა ადრეც მომეცი შენ. თან ბევრჯერ. მე რომ მეგონა რომ ყველაფერი ეს უკან მოიტოვე. არა. ამის მე როგორ უნდა გენდოს არ ვიცი კაცი. მარიამ მარიც არაფერი. შემეშვი რა. ხო იცი, ძმები ხართ და გადაულის რა. მოიცოდი არავისთან არაფერი არ წამოგწდეს. არა. შენ ძმობას ვიცავ. დამღალი ამ შენი საჩუქრებით უკვე რა. ჯერ ვერ გავერკვიე სად რა იყიდება და ელენე მითხრა რომ ეს დამწვრები კარგიაო და რა ვიცი წამოგივდე. ნუ ეგეთი დამწვრები არ ვიცი, მაგრამ რო ვიცოდი უნდა მოსულიყავი, ნახე რა გამოგიცხე. შენ რო გიყვარს ის კექსი. ხო და დარიჩინის სუნივი გრძენი და ეგრევე მივხვდი. კაი, რას დალევ ახლა? ყავას თუ ჩაის? არ ვიცი, სულ ერთი. მაშინ ჩაი, იმიტომ რომ ფანტასტიკური თაფლი გვაქვს. ეგ რომელი ჩემებს რო გამოუგზავნე? გიჟდება ელენე. მართლა? მოკლავ მარიამ, როგორ არ მითხრა? გაგატან. რას გამატან მითხარი სად იყიდე და ვიყიდი? რას იყიდი გოგო? მალხაზისგან იყიდი თავს? მალხაზის? არ გითხარი ხო? ჩემ აქ მაგრამ სიბერეში გააფრინა. რაც თეატრიდან წამოვიდა. მოიცადე, სოფელში რომ მიწა აიღო, ეგ არის? ეგ არის. 15 ოჯახი ფუტკარი იყიდა. არ მკითხო გეხოცები რას აკეთებს, იმიტომ რომ ნერვი არ მაქვს მაგისი და მაგის ფუტკრების. რა გინდა, მშვენიერი ბიზნესი მოუფიქრებია. ნუ ჯერჯერობით შემოეთა. რასაც შოულობთ, ფუტკრების ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და მე რა იქნება არ ვიცი. თან გოგო, რაც ყველაზე მთავარია, ეს ნიკოლოზი გადამირია. ბავშვს საერთოდ დრო არ აქვს და როგორც კი რამეს გამონახავს, ეგრევე გიჟივით გარბის ამ მამამისთან და ეხმარება. ნიკუშამ დაამთავრა ხო? კი, წელს დაამთავრა და ორდინატურაში. არ ვიცი ეთო რა. არ ვიცი, ნუ ამბობენ
ამისგან ფანტასტიკური ექიმი დადგებაო. ნუ დედის გენები თავისაშვება. ო, კაი რა, იცი რომ არ მინდოდა მაგის ექიმობა, მაგრამ აიჩემა და ნუ რა ვქნა ხო რა გავარჩა. და ჰა? აი როგორი არომატია და აი ასეთი კექსი არასოდეს არ გამომდის. ხო და ეხლა თაფთან ერთად ჩაგიდებ ნახევარ, მიცადა? მოიცა ერთი წუთი დაჭექი რა საქმე მაქვს შენ. რა არის ეგ? ეს არის მთელი ჩემი ქონება. ნოტარიულად დამოწმებული, გამზადებული. თან ანგარიშზე რაღაც თანხაც მაქვს. მოკლედ ეს ყველაფერი იურისთან დევს. და აი ეს ერთი ასლი მინდა რომ შენთან იყოს. თან აი ეს სოფელში სახლი რო გითხარი ხო გახსოვს რაღაც პრობლემები მაქვს მეთქი ყველაფერი მოვაგვარე რაღაც საკითხები დამრჩა გასარკვევი და მოკლედ ყველაფერს მოწესრიგებულს დაუტოვებ მარეს ყოჩახ აი მაგას რო ამბობ სულ გიждები გოგო მარტო ქონებაა ყველაფერი შენ გინდა რომ მარი ბოლომდე გააგიჟო არა არა ვიცი მაგრამ რა მიეჩვევა ხო რა ვიცი მიეჩვევა დროგავა შეეგუება არ ვიცი იცი შენ რაც უნდა გააკეთო ნუ დავტანჯო ბავშვი არავინ არ იტანჯება და არ იღლება ბრძოლით მით უმეტეს დედისთვის თან იცი რანაირი შვილი გყავს ეთო ბოდიში რა მაპატიო გიждები შენზე იცი ტვინი მეკეტება მაგრამ ძალიან ეგოისტურად იქცე. ძალიან. ჯერშტი ხო ატყუებ. და მე კიდე რამხელა სტრესის და სინანულის წინაშე აყენებ ბავშვს. ეთო გეხვეწები რა. აი დამიჯერე. რაც უფრო მალე ეტყვი, უკეთესია. ხო, მართალი ხარ, იცი რაღაც ხო რაღაც სიტყვები უნდა მოვიფიქრო ალბათ რაღაც დრო უნდა მოვუძებნო